ხშირად გამიგონია პაციენტებში, თუ ხელები გიბუჟდება, ესე იგი პროთრობინის ბრალია. მითია თუ რეალობა. რასაკვირველია მითია და არანაირი კავშირი არ აქვს სამედიცინო რეალობასთან. იმისათვის რომ მოხდეს სისხლძარღვებში სისხლის იმ დონეზე გასქელება, რომ პაციენტს ხელები დაუბუჟდეს, დამიჯერეთ სანამ დაბუჟებას იგრძნობს პაციენტი ხელებში, მანამ ინსულტი ან ინფარქტი განვითარდება. ამიტომაც დამშვიდდით და ხელების დაბუჟებისას უკონტროლოდ და თვითნებურად იღებთ ასპირინს და მის შემცვლელ პრეპარატებს. ეხლა ვისაუბროთ რეალურად მიზეზებზე, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს ხელის თითების დაბუჟება. პირველი მიზეზი გვირაბის სინდრომი, ანუ ხელის მტევნის არეში მყოფი ნერვისა და სისხლძარღვის მიჭყლეტა არხის შევიწროების გამო, რა დროსაც ვითარდება ტკივილი და დაბუჟება ცერა, საჩვენებელ და შუა თითის არეში. მეორე, იდაყვის სახსრის ეპიკონდილიტი, ანუ იდაყვის სახსრის ეპიკონდილარული არხის შევიწროება ანთებითი პროცესის გამო, რა დროსაც იჭყლიტება ნერვი და ვითარდება ტკივილი და დაბუჟება ნეკა, უსახელო და შუა თითის არეში. მესამე მიზეზი, კისრის მალთაშუა დისკის თიაქარი. რა დროსაც თიაქარი აწვება კისრიდან გამომავალ ნერვულ წყვილს, რომელიც აინერვირებს მთლიანად ხელს და ვითარდება მთლიანად ზემო კიდურის ტკივილი და თითების დაბუჟება.